შეუძლებელია ვერდასრულო და იპოდრომის მშენებლობა. ამ სათაურის სტატია გამოქვეყნდა გამოცემა ფილში და ამ სტატიას ტირაჟებს ეკა გიგაური. ჩვენ მანამდეც გვახსოვს უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები თუნდაც მტკიცებულებები ვერ წარმოადგენს და შემდეგ ამერიკულმა ჯგუფმაც უარყო, რომ მსგავსი რამ საქართველოში არ მოხდარა. ახლა რა მიზანი აქვს მსგავს სტატიას? ხო, მუდმივი შემოტევა მიმდინარეობს საქართველოს მიმართ, თუმცა ამ ტიპის განცხადებების გაკეთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც ასეთ მძიმე ფაქტებზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს რეალურად, ხო? ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის ღალატი. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდეს, ეს არის პირდაპირ ღალატი ქვეყნის, იმიტომ რომ შენ საუბრობ იმის გათვალისწინებით, რა მძიმე სიტუაციაა რეგიონში, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ხო? მთელი რეგიონი დაძაბულია და ყველა განიცდის იმ უბედურებას, რაც ხდება, ხო? უმძიმესი მდგომარეობა არის, შესაბამისად, ამ ტიპის სრულ განცხადებების გაკეთება ძალიან საშიშია. ძალიან საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამას აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება. ბატონ კახი, ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში თუ ფლობს რაიმე აქტივებს უძრავ-მოძრავი ქონება თუ აქვს ბრიტანეთის ტერიტორიაზე. რომელიც ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადაო. ტერორისტების სკოლა არსად ინახი. ხო, აი წარმოუდგენელია, ხო, ამ ტიპის განცხადება. ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ზუსტად ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს. აი ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს. ყველას არ ვიცი, ხიდაშელი იქნება, ვინც ქვეყნის მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული და რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა და მათ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არც სამშობლო გააჩნიათ, არც ღირებულებები გააჩნიათ, ისინი არიან დაქირავებული ადამიანები, სხვა ქვეყნის სამსახურში, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე და ამას აუცილებლად უნდა ბატონ კახითან დაგებულ კონტრაქტზე მინდა მეც მიპასუხეთ თუ შეიძლება. argumentabel მათ ამ მონაწილეობაზე ამბობენ, რომ ზოგიერთ ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს უნდა შეერთებოდა. თუმცა, როგორც არის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი არ გამოუცხადებია ბოიკოტი. ჩვენ რა თქმა უნდა, არანაირ ბოიკოტს არ შევუერთდებით. ჩვენ არაერთი მოწოდებები გაგვიკეთეს, თუნდაც მაგალითად სანქციებთან მიერთებით დაკავშირებით. რატომ უნდა მივუერთდეთ სანქციებს, რომელიც მაგალითად პირობითად ვიძახი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქართველი ხალხისთვის იქნება დამაზიანებელი და იგივე სპორტსმენებს რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი ნაბიჯი, რომელიც რა ვიცი, რატო არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, არ არსებობს არანაირი საფუძველი. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სპორტსმენისთვის, ხა მე ფეხბურთით ვიყავი, დაკავებული სპორტში ვიყავი ამდენი წლის განმავლობაში, ხო? ყველა საერთაშორისო ტურნირი ნებისმიერი სპორტსმენისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგისტვის ემზადები და მაგისტვის აკეთებ ყველაფერს, რომ იქ წარმატებას მიაღწია. ბატონ კახი, თუ შეიძლება დავსვამეთ წუთი. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია, რაიმე აქტივებს თუ ფლობს ბრიტანეთის ტერიტორიაზე? რა ვიცი. ელოდებით